მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მესხი ვლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოვაზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. თუ თქვენთვის ეს ყველაფერი საინტერესოა, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. ახლა კი ვიწყებთ ახალ ვიდეო ვლოგს, სადაც გაგიზიარებთ ბოლო 3 კვირის განმავლობაში, რაც კი გადამიღია. ყველაფერს მიყოლებით ჩავრთავ და არ იქნება ესეთი ჩართვები, რომ აი ხლა ამას ვაკეთებ, ხლა იმას ვაკეთებ, ანუ მივხვდი რომ თუ ეხლა რამენაირად არ დავამონტაჟე ეს ვიდეო და არ გამოვაქვეყნე, საბოლოო ჯამში გამოვა ისე რომ წავშლი აბსოლუტურად ყველა ნაწყვეტს და დავიწყებ ახალი ვლოგის გადაღებას, რაც არ მინდა, რადგან ძალიან დიდი მასალა მაქვს გადაღებული და მომზადებული. რაც მინდა რომ გაგიზიაროთ. აქედან გამომდინარე, ახლა ყველაფერს აი ამას ჩავრთავ და დაგხვდებათ ესე იგი ძალიან ბევრი ნაქსოვი დასრულებული ნივთები, ახალი პროექტები, რაც მანამდე არ გამიჟღერებია წინა ვიდეოში და ასევე ცოტა კულინარია, ცოტა სეირნობა და ბოლოს, როდესაც ამ ყველაფერს ნახავთ, მე თქვენ დაგიბრუნდებით უკვე სტაციონალურ პოზიციაში, დამჯდარი და შევაჯამოთ რაზე ვიმუშავე, რა დავიწყე, რა დავარღვიე, რა მოვქსოვე და დავამთავრე, რა შეკვეთა ჩავაბარე, რა ძაფები ვიყიდე, იმიტომ რომ აქვს ახალი შენაძენებიც, რაც მინდა რომ ასევე გაგიზიაროთ და შევაჯამებთ აი ამ ყველაფერს, შევაჯამებთ გასულ წელს და გავაგრძელოთ უკვე ახალი წელი, ახალი ვიდეოებით. და ასევე ყველაზე მთავარი, რაც არ გავაჟღერე წინა რამდენიმე წუთის განმავლობაში. გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, წარმატების და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი. ჩვენ კი ვიწყებთ ახალ ვიდეო ვლოგს. ასე რომ დარჩით ჩემთან და უყურეთ და დამიკომენტარეთ, არ დაიზაროთ. სულ მალე გაგიზიარებთ აბსოლუტურად ყველა გორგალს. რა და როგორ ხდება? ან წესით უკვე წინა ვიდეოში გამოვაქვეყნე აბსოლუტურად ყველა ჩემი შენაძენი. ეს არის Lanes du Nord-ის ძაფები, ეს Holiday ტვიდი, ეს Aran ტვიდი და კიდევ შიგნი რამდენიმე სხვა პოზიციაც მაქვს შეძენილი, მოკლედ ყველაფერს დაგათვალიერებინებთ. ეს მოკლე ჩართვა ამ ვლოგისთვის, მაგრამ ერთ-ერთ მომდევნო ვიდეოში იხილავთ აბსოლუტურად ყველა ჩემ შენაძენს. გუშინ სამსახურში დავიწყე ახალი შეკვეთა, რომელიც თითქმის დავამთავრე და სანამ დავამთავრე, მინდა გაგიზიაროთ, რას ვქსოვ და რატო და როგორ და ასე შემდეგ. ეს არის კომბინიზონი, რომელიც იქსოვება 9 თვის ბავშვისთვის. 9-დან წლამდე, მოკლედ 9 თვიდან 12 თვემდე ზომა და თან თხოვნა იყო, რომ ცოტა უფრო დიდი გავაკეთოთ, რომ ცოტა დიდხანს ეყოს. ეს არის 100% ნატურალური ბამბა, რომელიც გვაქვს აი ესეთი. ეს არის ეკოკოტონი ორგანიკ ბამბა, კოდით 1 წამით 129. მოკლედ უკვე მაქვს მოქსოვილი 2 გორგალი სრულად და მესამედან აი ესეთი. და ახლა ვიწყებ შარლის ტოტის ქსოვას, როგორც კი ერთ ტოტს მოვქსოვ, გადავალ მკლავების მოქსოვაზე და მერე დავამთავრებ მეორე ფეხს. წესით ეს ყველაფერი დღეს უნდა დავიმთავრებინა, თუმცა დღეს მთელი დღე საკმაოდ ისე დაკავებული ვიყავი, დილით გაკვეთილზე ვიყავი, მერე სახლის საქმე იყო ქვეყნის გასაკეთებელი, დასალაგებელი, გასარეცხი, ასე შემდეგ ვიდეო გადავიღე, რომელიც ეხლა უკვე არხზეა და შეგიძლიათ იხილოთ. მაინც აი აქ დავდებ შეხსენებას, რომ იმ ბმულით შეგიძლიათ გადახვიდეთ და სამწუხაროდ ეს კომბინზონი ჯერ ვერ მოვქსოვე. ახლა ვქსოვ და უკვე საკმაოდ გვიანია, დრო გვაქვს 11 საათი
შესაბამისად ფიზიკურად ვერ მოვასწრებ ამის დამთავრებას და სიმნამართლე რომ თქვათ. არც მაქვს სურვილი რაღაც სასწაული ტემპით ახლა ვქსოვო, იმიტომ რომ საკმაოდ დაღლილი ვარ, ერთი დასვენების დღე მქონდა და იმდენი რამე გავაკეთე, რომ ფიზიკურად არაფრის ენერგია აღარ მაქვს და გადავწყვიტე რომ უბრალოდ დავისვენო. რასაც მოვქსოვ, რაც არა, ხვალ მოვქსოვ და თქვათ საღამოს გავრეცხავ, ზეგ გავგზავნი. ერთი დღით დაგვიანება არაფერს არ დამაკლებს, ესე რომ ვთქვათ. ღილებისთვის ნახრეტები არის 5 და პატარა ხრიკი მინდა გაგიზიაროთ, როდესაც ესეთ რაღაცას გსოვთ, სადაც პლანკა იქსოვება ძირითად ნაქსოვთან ერთად, იქ სადაც გააკეთებთ ნახრეტს ღილისთვის. მეორე მხარე, სადაც ღილი უნდა მიკერდეს, იგივე რიგი მონიშნეთ მარკერით. აი ესე მაქვს მონიშნული მარკერებით და როდესაც მორჩები ქსოვას, უბრალოდ მარკერის ადგილებზე მივაკერებ ღილებს და მოვხსნი მარკერებს და აღარ მომიწევს მერე ვარაუდით დასმა, სად უნდა იყოს ღილი, სად უნდა იყოს ნახრეტი და ასე შემდეგ. ესეთი გამოდის ეს ნივთი, 3 გორგალია თითქმის აქ და მე-4 მაქვს. არ მგონია რომ ეს 4 მეყოს სრულად, მაგრამ ვნახოთ. მესამე გადავაბი აი აქ გადავაბი მესამე და აი ეს მოიქსოვა და პლუს აი ამდენი დარჩა. ეს არ ეყოფა ერთი შარვლის ტოტის მოქსოვას, შესაბამისად აქედან მომიწევს რაღაც ნაწილის მოქსოვა და ეს უკვე აღარ ეყოფა 2 მკლავს და 1 შარვლის ტოტს. ასე რომ კიდე ერთი მიზეზი, რატომ არ ვჩქარობ დღეს ამის დამთავრებას, მაინც ვერ დავამთავრებ, მაინც ხვალ სამსახურში ერთი გორგალი უნდა დავიმატო, შესაბამისად აზრი არ აქვს სიჩქარეს. ხვალ მთელი დღე სამსახურში დარწმუნებული ვარ, გამოვნახავ რამდენიმე წუთს ამის მოსაქსოვად, იმიტომ რომ არის ხოლმე პერიოდები, როდესაც ესეთი სიწყნარე გვაქვს მაღაზიაში, შვიდა წყნარად მოვქსოვ, თუ არა და საღამოს დავამთავრებ უკვე, იმიტომ რომ ბევრი არაფერი არ დარჩა და სახში მოსული გავრეცხავ მანქანაში, რადგან 100%-ით ბამბაა და არაფერი არ მოუვა. გამათბობელზე უცებ გაშრება და ზეგდილით გავგზავნი. ეს სავარძელი გამოვიტანე მისაღებში, ძალიან კომფორტული აღმოჩნდა აქ, რადგან ამ ბოლო დროს უფრო მე დროს აქ ვატარებ. ძალიან კომფორტულად ვარ, პარალელურად რაღაცას ვუყურებ ხოლმე ყოველთვის და სამწუხაროდ წამართვის ადგილი აქ. როცა არ უნდა მოვტრიალდე, ეს ვაჟბატონი წევს აქ. ბოდიში ახლა ხმით ხელს ვუშლით. შიშო. ციმი ბოდა, ჩემი ჟელიბონია ეს, აი ჩემი ჟელიბონი. მეჭიჭა. ჯერჯერობით აი ეს პატარა ნივთია მარტო საახალწლო განწყობის შემქმნელი ჩემ სახლში. მაგრამ ხვალ უკვე საღამოს სამსახურიდან წამოსული, ნაძვის ხეს გამოვიყოლებ თან, იმიტომ რომ გამოვიწერე და ჩამოვიდა. ხო და ნელა-ნელა უკვე მოვრთავ სახლს. ნაძვის ხე იქნება აი იქ. ამ მთელი ნიშა მაგისთვის. პლუს ამას ჩამრთველიც არის, რომ განათება ჩავრთოთ. დიდად დეკორაციების გაკეთებას არ ვაპირებ. ასე რომ ძალიან ისეთ მყუდრო სიტუაცია მექნება. როგორც კი გავთავისუფლდები, მინდა ბალიშების პირები მოვქსოვო მანქანაზე, წითელი, თეთრი და მწვანე ფერში, ან წითელი და თეთრი. მოკლედ, ძალიან მინდა რომ რაღაც საახალწლო სიმყუდროვე შემოვიტანო. ეხლა ჯერ კიდე შემოდგომის ფერებში მაქვს ბალიშებიც და პლედიც. ზაფხულის მერე შევცვალე და ესე შემოდგომის ფერებშია. რაც ნამდვილად აღარ არის აქტუალური. გავაგრძელებ ახლა ცოტა ხანი ამის ქსოვას და მერე უკვე დავწვევი, დავიძინებ ხვალე დილიდან სამსახურში. ამ ნივთის მოქსოვის მერე მანქანაზე მაქვს საქსოვი და კაკრას ნიმუშს რომ ვუქსოვ, ნიმუშს დრო უნდა რომ შეიკუმშოს და ამ პერიოდის მანძილზე მოვქსოვ ბალიშის პირებს.
შეკვეთას ვგზავ ხელთათმანს და გადავწყვიტე რომ ფერი არ გადმოიცემა საერთოდ აი ესე ლამაზად ჩანს. აი ესეთი ფერია შერჩეული, მაგრამ თვითონ ძაფი არის ძალიან წვრილი, ორ წვერში არ ყოფნის წყვილ ხელთათმანს და გადავწყვიტე ჩემი მარაგებიდან აი ესეთი ბაბინის ძაფი დამემატებია. საბოლოო ჯამში მივიღეთ კომბინაცია ამ ორი ფერის. აი ასეთი ფერი რეალურად არ გადმოიცემა კადრში, მაგრამ დღეს დავიწყე ქსოვა და თითქმის ვამთავრებ ერთ ხელთათმანს, ანუ დღის ბოლომდე დავამთავრებ, გამოვიანგარიშე 3 თითი აი აქ როგორ უნდა ჩავატიო და ეხლა დავიწყებ თითების ქსოვას. მოვრჩები ამ ხელთათმანს. ეს არის საჩუქრად შეკვეთილი და საინტერესო დეტალი აქვს ის, რომ მარცხენა ხელზე არ უნდა იყოს ცერა თითი. ანუ მარცხენა ხელი უნდა მოგხსოვო ცერა თითის გარეშე. ესეთი დამკვეთის მიერ იყო ესეთი პირობა წაყენებული, რომ ესე გამეკეთებინა. მე მგონი ძალიან განსხვავებული ფერი არ არის, რეალურად კადრში უფრო ჩანს განსხვავებული ვიდრე რეალობაში, ანუ ძალიან არ შეცვალა ამან ფერი. სამაგიეროდ სისქე მომცა და სტაბილიზაცია ძაფის. და გარეცხვის მერე ძალიან კარგ ბუსუს იკეთებს ეს ძაფი და პლუს ესეც. მოკლედ საინტერესო კომბინაცია გამოვა. ახლა დავამთავრებ ამ ქსოვ 2.5 ჩხირზე ტულიპის ფირმის. გამოვიანგარიშე ყველაფერი, რაც მჭირდებოდა ხელთათმანისთვის. ახლა მოვგსოვ. დღეს დავამთავრე დილით სოფი ჰუდი და ამასაც გაგიზიარებთ უკვე ხვალ კადრში და ნელა-ნელა მინდის ესეთი პროცესი. ამ შეკვეთას როგორც კი მოვრჩები, დღეს და ხვალ ამას ვერ დავამთავრებ, იმიტომ რომ ხვალ დღის პირველ ნახევარში მინდა რომ ვიდეო გადავიღო ჩემი მარაგები როგორ შეივსო იტალიაში შოპინგით ძაფების და ასევე დავამონტაჟო და გამოვაქვეყნო. არ მგონია ხვალვე მოვასწრო ამის დამონტაჟება, მაგრამ მე სტუმრად მივდივართ, პლუს მინდა ძალიან სანამ დასვენების დღე მაქვს რომ გავისეირნო ნაძვის ხესთან და ხვალ გვაქვს ესეთი გეგმა, რომ შუა დღის მერე, დღის მეორე ნახევარში სტუმრად რომ წავალთ, იქიდან უკვე რუსთაველზე გავისეირნებთ ნაძვის ხესთან. სახლში დაბრუნებული უკვე მოვემზადები სამსახურისთვის და სამსახურში წავიღებ ამ ხელთათმანს საქსოვად. მოკლედ ესეთი გეგმა მაქვს. გავაგრძელებ ახლა ქსოვას. ძალიან მინდოდა მანამდე გამეზიარებინა სანამ დავამთავრებდი. ასე რომ ძალიან მომწონს რაც გამოდის. სამწუხაროა რომ ფერი არ გადმოიცემა საერთოდ. მაგრამ ლამაზი კომბინაცია გამოვიდა მართლა. ეს ძალიან რაღაცნაირი მუქი ვარდის ფერია. აქ კადრში უფრო ღია ჩანს. ეს ძალიან ისეთი სადა გამოვიდა. გავაგრძელებ ქსოვას. გამოვიტანე სავარძელი ვითომ ჩემთვის, მაგრამ მუდმივად აი ამ პატარა მატრაკვეცას დინავს აქ და ხანდახან მეცოდება ხოლმე რომ წამოვაგდო და მე დავიკავო ეგ ადგილი, ასე რომ ეხლა ვზივარ, ვუყურებ ტელევიზორს და ვქსოვ. დავიწყე ახალი შეკვეთა. ეს არის კომბინიზონი 0-დან 3 თვემდე ასაკის ბავშვისთვის. ძაფი შევარჩი ალტამო და ალპაკა, რომელშიც გვაქვს 90% ალპაკა, 5% მირინოს და 5% სინთეტიკური დანამატი, 50 გრამზე 140 მეტრი. ჩხირები მაქვს 5.5 კუბიკი, დავიწყე თავიდან 4 მმ ჩხირზე საყელო და მერე გადავედი აი ესეთ 5.5 მმ კუბიკზე, საკმაოდ სწრაფად ქსოვება. ალბათ ეს 1 საათის წინ დავიწყე ქსოვა არც კი და საკმაოდ კარგად მიდის. ხელთათმანი წინა ნაწყვეტში რაც გაჩვენეთ 1 ცალი უკვე მოვქსოვე, მარჯვენა ხელი.
მარცხენა დავიწყე, თუმცა მივხვდი, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და გადავდე. და დღეს საღამოს უკვე დავიწყებ მარცხენა ხელს, რომ მალე დავამთავრო. იქ ვადა მაქვს 29-მდე, აქაც ვადა მაქვს 29-მდე და მე მანქანაზე უნდა დავიწყო კაბა, რომელსაც ასევე ჩანერს გავაკეთებ და გაგიზიარებთ. ეხლა დღეს სამსახურში თავისუფალ დროს დავუთმობ ამ კომბინიზონს და განვითარების ეტაპებს, რა თქმა უნდა, გადავიღებ და გაჩვენებთ. 2 წამით ავდექი და დავტოვე საქსოვი. დავბრუნდი და აგერ არის წამოწოლილი. ეხლა დაჭყიდა თვალები, წაღან ეძინა რო გეკითხა. ჩარა პოზაში. პიჟო. რა არის? რა შეგავხარ? გაბურძგნული. მოკლედ გადავიღე ვიდეო, სადაც გაგიზიარეთ ეს მთელი ჩემი მარაგი ახალი ძაფების, რაც შევიძინე და სათითაოდ ყველაზე ვისაუბრე, როგორც იქნა დადგა ეს მომენტი და ეს ვიდეო უკვე არხზეა, შეგიძლიათ ნახოთ, ან თუ ჯერ არ გინახავთ, იმიტომ რომ ახლა რა ვიდეოსაც უყურებთ, გამოვა ამ ვიდეოს მერე, სადაც ამ ძაფებს ველაპარაკობთ, ეს თავის უცვლელ ადგილას არის. მოკლედ, ბარემ სანამ მოწესრიგებული ვარ, გადავწყვიტე, რომ პატარა ნაწყვეტები გადამიღო კიდე, სადაც ვსაუბრობ ყველაფერთან ერთად რა მოგხსოვე, იმიტომ რომ ეს ვლოგი მინდა რომ გამოვიდეს ახალ წლამდე და გაგიზიაროთ ასევე რა ნივთებზე ვიმუშავე მთელი ეს პერიოდი სანამ წინა ვლოგიდან ამ ვლოგამდე რომ ვაკეთებდი საქმეს, მუშაობდი, ვქცევდი, რა იყო ეს ყველაფერი, მინდა რომ გაგიზიაროთ, იმიტომ რომ მაქვს უკვე რამდენიმე დასრულებული ნივთი, მათ შორის მაქვს ხელთათმანები დასრულებული, მათ შორის მაქვს სოფი ჰუდი დასრულებული, რომელიც ასევე ძალიან ლამაზი გამოვიდა, თუმცა ფერი მინდა რომ შევცვალო. ვფიქრობ რაღაცა ხრიკები მაქვს მოფიქრებული, როგორ შეიძლება რომ შევღებო. პლუს ამას უნდა დავიწყო საქსოვ მანქანაზე ახალი შეკვეთა და სამსახურში კი დავიწყე ერთი ახალი შეკვეთა, ღია ფერის კომბინიზონი, რომელიც ასევე რა თქმა უნდა გაგიზიარეთ პატარა ნაწყვეტი, თუმცა იმ ვიდეოს იმ ნაწყვეტის მერე უკვე კიდე ბევრი მოგხსოვე და წესით დღეს სამსახურში უნდა მეგსოვა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ გადავცვალეთ სმენა და დღეს ვისვენებ და ხვალ ვარ სამსახურში, ამიტომ ეს ჩემი ნამუშევარი დარჩა სამსახურში და მხოლოდ ხვალ ზეგ და მაზეგ შევძლებ ამის მოგსოვას და თან დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამთხვევაში დაჟე დავამთავრებ. პლუს ამაზე უნდა იყოს ნაქარგები, რომლებიც ჩემთვის არის ახალი ხილი, ანუ როგორც ისიც ნაქსოვებზე ნაქარგები ჯერ არ გამიკეთებია არც ერთხელ. მოკლედ, ესეთი არეულობა მაქვს, ახლა ეს შტატივი მქონდა წიგნებზე, აქეთ რაღაც ისეთი საახალწლო განწყობა. ნაძვის ხე მაქვს უკვე აწყობილი, თუმცა ჯერჯერობით არ მაქვს არანაირი განათებაზე და არანაირი სათამაშო აი ამ პატარა მაიმუნის გამო, იმიტომ რომ შარშან ზუსტად აი ამის გამო არ მქონდა საერთოდ ნაძვის ხეც და ახლა ნაძვის ხე კი დავდგით, თუმცა ჯერ განათება არ მაქვს გაკეთებული იმ აზრით, რომ არ მინდა რომ ნაძვის ხეს დაუწყოს თამაში, გარეთ აივანი ყველაფერი მოვრთეთ, მაგრამ აქ რო იციმციმებს ზედ დარწმუნებული ვარ, რომ თამაში დაუწყებს და წამიქცევს. ასე რომ ჯერ შევაჩვიეთ ნაძვის ხეს, ეხლა ზედ განათებას გავაკეთებთ. ალბათ ხვალ უკვე მოვიდან განათებას და გავაკეთებთ, რომ არ იციმციმოს, უბრალოდ რომ ენთოს და ეგრე შევაჩვევ რაღაცა პერიოდი ამ პატარა მაიმუნს, როგორ იყურება, ვითომ ძინავს და მერე უკვე შეიძლება მორთო კიდევაც, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რადგან სიმართლე ვთქვათ, არ მინდა მორთული ნაძვის ხე, მინდა მხოლოდ განათებული ნაძვის ხე. ახლა აი ამ ყუთს მივუჩენ თავის ადგილს, ამ წიგნებს რაღაცებს ავალაგებ, დავჯდები საქსოვად. შეკვეთა სახლში არ მაქვს მანქანის გარდა არაფერი, ამიტომ მოგსოვ მანქანით ნიმუშს და მერე უკვე გავაგრძელებ ხელით რაიმეს ქსოვას, თუმცა რაიმეს არა. ზუსტად ვიცი ხელით რაც უნდა მოგსოვო და ეს იქნება
კაპრი, რომელიც უნდა გამოვიდეს ვიდეო დახურულ ჯგუფში, სადაც ერთად ვგსოვთ სხვადასხვა აქსესუარებს. უკვე მოგსოვეთ ხელთათმანი, ეხლა კაპრი დაიდება დღე-დღეზე და შემდეგ იქნება სოფი ჰუდი, ანუ ცოტა უფრო დაგვიანებით დაიწყო, ვიდრე მქონდა გეგმაში. თუმცა ძალიან საყვარელი ორი ქალბატონი გსოვს ჩემთან ერთად ამ ყველაფერს და ძალიან ისე მშვიდად მივიღეთ დაგვიანების ფაქტი. თან ეს დაგვიანების ფაქტი გამოვიდა, რომ ერთ-ერთი მონაწილესთვის გახდა შანსი, რომ მიეღო მონაწილეობა, რადგან თავის დროზე რომ დამიწყო სამწუხაროდ მე ვეღარ ჩავიმატებდით. მოკლედ, ესეთი ამბები მაქვს, წავედი ახლა გამოვიცვალო, ცოტა უფრო სახლის განწყობაზე გადავიდე და სახლის ზმანზე, პლუს ამას მინდა რაიმე გამოვაცხო კიდევაც და თუ გამომივა შედეგს აუცილებლად გაგიზიარებთ პატარა კადრის სახით. ანუ გამომწვარი თურაბის გამოვაცხობ და მოკლედ ახლა გადავალ ლაგებაზე, ცოტა უნდა მოვაწესრიგო, რაღაც ნაქსოვი ჯემპრები გავრეცხე. და ჯერ მივალაგებ ზალას, აი ამ ქაოს რაც აქ მაქვს, მივალაგებ და მერე საქსოვ მანქანაზე მოგსოვ ორ ნიმუშს, იქნება ეს ნაცრისფერი ჯემპრისთვის და იქნება ეს შეკვეთისთვის და თუ ყველაფერი გამოვიდა, მერე უკვე დავიწყებ რომელიმე მათგანის ქსოვას. ასე რომ შევხვდებით ახლა მოკლედ დავიწყებ ამ ყველაფრის კეთებას, თორე რეალურად ბევრს იმიტომ ვლაპარაკობ, რომ მეზარება ყველაფრის ალაგება, მაგრამ ჩემი ასალაგებელია, მე ავანგრიე, მე უნდა დავალაგო, სხვა არავინ არ მოვა, ასე რომ წავედი. ავალაგებ, აგერ არის ერთ-ერთი დასრულებული ნივთი, რომელიც ახლა ორთქლში უნდა გავატარო და შევფუთო, რადგან ხვალ უკვე უნდა წავიღო და დამკვეთისთვის დავტოვო. ეს არის ხელთათმანი, რომელიც მოგსოვე, ეს არის მარჯვენა ხელთათმანი და ეს არის მარცხენა. აქ არაფერი არ არის შეცდომა, ანუ ესეთი იყო შეკვეთილი, ანუ მარჯვენაზე უნდა გქონოდა 5 თითი, მარცხენაზე 4 თითი და ეხლა აი გაშრობის პროცესში რაღაც ჩატეხილები გაიკეთა აი ამანაც აქაც და ორთქლში უნდა გავასწორო, რომ იყოს იდეალური ფორმის. და მოკლედ ესეთი ხელთათმანებიც დავამთავრე. ფერი რამდენად გადმოიცემა, არ ვიცი, მაგრამ ძალიან ლამაზი ფერი გამოვიდა, მართლა ძალიან მომეწონა. და ეხლა ეს ყველაფერი უნდა ორთქლში გავატარო და შევფუთო. და კიდე -1 შეკვეთა. როგორც იქნა დავამთავრე ამ კომბინეზონის ქსოვა, დამჭირდა ჯამში 3 ცალი გორგალი და მესამედან მაქვს აი ამდენი მორჩენილი. შარვლის ტოტებზე გავაკეთე ორმაგი რეზინა, თუმცა ხელებზე აღარ, იმიტომ რომ სქელია ძაფი და აქაც ორმაგი რეზინა საკმაოდ გაასქელებ და მანჟეტის არის და გადავწყვეტე რომ არ გამეკეთებინა. ახლა ღილები უნდა მივაკერო, მაგრამ ხვდები რომ ღილისთვის ნახრეთი ძალიან დიდია და ამ ხალახის ღილები ამ ეტაპზე არ მაქვს. ასე რომ გავრეცხავ ღილების გარეშე და უნდა გავრეცხო მანქანაში, იმიტომ რომ ეს ძაფი არაჩვეულებრივად იტანს მანქანაში რეცხვას. უფრო მეტად ფაფუკი და რბილი ხდება, უფრო მეტად სწორდება თვლები. აქ არის 90% ალპაკა, 5 მერინოსი და 5 სინთეტიკური დანამატი. აი ესეთი პატარა კომბინეზონი გამოვიდა. ძალიან საყვარელია, ეხლა უკვე ძალიან დაღლილი ვარ. საათი არის პირველი სრულდება ღამის. ხვალე ისევ სამსახურში ვარ. მაგრამ ეს დასამთავრებელი იყო, რადგან ხვალინდელი და ხვალ ან ზეგ უნდა დავამთავრო აქ ნაქარგები, ხო და მინდოდა რომ დღეს ეს მომესწრო. ეხლა ვფიქრობ გავრეცხო თუ ჯერ ამ უკარგოზე და მე ერთიანად გავრეცხო, სამწუხაროდ ჯერ არ ვიცი როგორ მოვიქცე, თუმცა იმდენად დაღლილი ვარ, რომ დიდად არ მაქვს თავი მისა, რომ ეხლა მანქანაში შევაგდო და ველოდო როდის გაირეცხება. ვფიქრობ დილით გავრეცხო და თან სამსახურში წავიღებ და იქ გავაშლობ გამოთბობელზე და კაკრას დღის განმავლობაში რაღაცაებს ამოვაქარგავ. კი, მართალია 2 დღე მაქვს წინ, სანამ დამთავრდება. 27-ში საღამოს უნდა გავატანო ეს კომბინეზონი.
მაგრამ დღეს უკვე 25-ის ღამის პირველი საათია. 2 დღეა კიდე წინ 25 და 26 რეალურად 27-ის ნახევარიც, თუმცა მინდა რაც მალე მორჩები, ან მინდა რომ მალე მორჩე, იმიტომ რომ რაც მალე მორჩები, მით უფრო მეტი მაქვს დრო თავისუფალი, რომ სხვა რამეც მოგსოვო, იმიტომ რომ სხვა რაღაცებიც მაქვს მოსაქსოვი. მოკლედ აი ესეთი საყვარლობა მაქვს. ესენი ძალიან საყვარლები მინდა რომ მოკლედ სახლში სახალხო დეკორი უფრო მეტად გავაკეთო აი ეს ფისოს უყურს აი ამ სარკის უკან წოლა და მისი ბეწვები არის ბლომად იქ მოკლედ ეს მაქვს მოსაწესრიგებელი განათება მინდა გავაკეთო ამ ადგილას და ეს სახალხო გნომები აქ დავსვა რომ ცოტა მოერიდოს ხოლმე სარკეს ახლა აი აქ აი ესე წევს. წელს არაცხი ჩამოვხსენი და დარჩა ისე. აი ესე წევს ეს ვირთხა. ვეწვალები ქარგვას თუ ჩემი მაყურებლებიდან რომელიმე კარგავთ ვერ წარმოიდგენთ რა დონეზე მშურს თქვენ, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ჩემი ქარგვის ამბები და მე მგონი ამ ნაქარგებით უფრო ვაფუჭებ ამ კომბინიზონს. ახლა ვეცდები რამენერად გამოვასწორო. რაღაცა ფორმა მაინც მივცე. იმიტომ რომ ბოლო შტრიხი დარჩა ამოქარგული ყვავილები, ანუ 6 ცალი უნდა იყოს, 1 ცალი აქ კიდე უნდა დავამატო, მწვანე ფოთლები და ყვითელი გული უნდა გავუკეთო და 2 აქეთ, ანუ 1 აქ, 2 აქ უნდა დავამატო, ესე რომ ვთქვათ. ფოკუს რეჯერს. და მე უკვე ღილებს მივაკერებ, აი ესეთი ვალანები მოვუქსოვე და სარწყ მანქანიში გარიცხვის მერე ძალიან ფუმფულა, რბილი და ფაფუკი არის ეს ძაფი. ჯამში ამ კომბინიზონზე დამჭირდა 3 ცალი, 3 ცალი 25 ლარი და 0,4 თეთრი ღერს ეს, პლუს ღილები და პლუს ახლა მაქმანებისთვის, ანუ შეგიძლიათ დათვალოთ რა აქვს თვითღირებულება ამ კომბინიზონს. ეხლა გავაგრძელებ ქარგვას და დასრულებულს გაგიზიარებთ, რადგან დღეს საღამოს უკვე უნდა წაიღოს დამკვეთმა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნაქარგებით არ გავაფუჭე ეს ლამაზი ჟაკეტი, თუ კარდიგანი, თუ ქვემო ღმერთებს ლაპარაკობ კომბინიზონი. მაგრამ დღეს რომ მოვლენ წასაღებად, თუ არ მოეწონათ, მოვარღვევ და გავატან სადა მდგომარეობაში ღილები შევურჩიე. იმაზე დიდი ვიდრე ვაკერებ ხოლმე, იმიტომ რომ ნახრეტები გამოვიდა დიდი და რავი, ერთიანობაში ცუდი ნამდვილად არ არის. მაგრამ აშკარად ქარგვა უნდა ვისწავლო. უზომოდ მომწონს ნაქარგები ნაქსოვზე, თუმცა არ გამომდის ისე, როგორც ვისურვებდი, რომ გამომდიოდეს. დიდი ვერაფერი. მაგრამ დავამთავრე. ახლა ძალიან ბევრი საქმე მაქვს სხვა. აი ესეთი ორი ულამაზესი ძაფის კომბინაციით ვქსოვ შეკვეთას და თავიდან რო დავიწყოთ, ესე იგი შემიკვეთეს კაბა ერთ-ერთი კონკრეტული დიზაინერის, აი აქ ჩავსვავ ფოტოს, რომელიც უნდა მომექსოვა იდეაში მანქანაზე, თუმცა საბოლოო ჯამში რაღაც დეტალების მოქსოვა მიწევს ხელით, იმიტომ რომ მანქანამ ცოტა გამიჭედა.
ძაფი არის მსხვილი და ვერ ითვისებს მანქანა ამ სისქე ძაფს ჩემი არის ანუ მეხუთე კლასია, უფრო წვრილ ძაფს ქსოვს და ეს მისთვის აღმოჩნდა საკმაოდ მსხვილი. მიუხედავად ამისა, მოახერხე ორი დეტალის მოქსოვა, წინა და უკანა ნაწილების და ახლა ვქსოვ მკლავს, რომელიც უნდა ჩავსვა რეგლან პაგონის იმიტაცია უნდა გავაკეთო, ანუ ეს იქნება მხარზე და ეს იქნება უკვე უშუალოდ ესე სიგრძეზე ჩამოსული. მოკლედ ამას ვქსოვ ახლა ხელით, ეს ჩემი ფისოს შემოქმედებაა და ცოტა არ იყოს მეზარება, თუმცა ძალიან მინდა დასრულებული ნივთის ნახვა და იმედი მაქვს არაფერი არ შემიშლის ხელს. წესი დღეს უკვე დასრულებული უნდა მქონოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე. აი ამ დეტალებიდან ერთი მოქსოვილი მქონდა სრულად. და მეორე დარღვევა მომიწია და მომიწია თავიდან მოქსოვა. პლუს ამას ორ წვერში იქსოვება და დათო დამეხმარა რომ ძაფი გამეცალკევებინა და თავიდან ამომეხვია და თავიდან მომექსოვა. მაგრამ ჯერჯერობით რაც გამოდის ძალიან მაკმაყოფილებს. ახლა ამასაც დავამთავრებ, აი ესეთი ლომოზი ბუშუშები აქვს და მე მეორეს ზუსტად ესეთივეს მოვქსოვ. კლავები უნდა იყოს აი აქამდე, ანუ ოდნავ იდაყვის დაბლა, ანუ 3/4 უნდა იყოს მკლავიას, რომ ბევრი ქსოვა არ დაჭირდება, ამას იმედია. მერე იქნება საყელოზე რეზინი მოსაქსოვი, ქვემოთ დაბოლოვება, თუმცა ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც დამთავრდება ანუ თვითონ ქსოვის პროცესი დეტალების და გაიკერება, მერე უკვე იქსოვება საყელო და მერე მოიქსოვება ქვემოთ სიგრძეში რეზინი, ხოლო აი აქეთ მე გავაგრძელებ ახლა ამ ყველაფრის კეთებას. მე მგონი ეს ვიდეო ყველაზე გრძელი ვლოგი იქნება, რაც კი აქამდე გადამიღია, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი აგრძელდება გადაღების პროცესი თვითონ. და ვერ დავადგი თავი, რომ დავამონტაჟო და გამოვაქვეყნო. თუმცა, რადგან ჯერ კიდევ გადაღების პროცესში ვარ, მინდა გაგიზიაროთ ახალი პროექტი, რაზეც ვმუშაობ. ეს არის Kashmir Verde, არაერთხელ მაქვს უკვე ამ ძაფთან ამუშავარი, 0.19 კოდითა ესეთი ნაცრისფერი. ჯამში მაქვს 4 ცალი, ანუ 100 გრამი და ვქსოვ ქუდს, რომელიც იქსოვება ზემოდან. ჩამოდივართ ქვემოთ, ანუ შუბლი უნდა დავფაროთ და მერე ყურები უნდა მოიქსოვოს ცალ-ცალკე. ანუ ყურის სივრცე. უკვე თითქმის დასრულებული მქონდა, ანუ ყურები უნდა დამეწყო, მაგრამ მივხვდი რომ ძალიან განიერი იყო და დავარღვიე ნამატებამდე და მოვარღვიე ერთი კონკრეტული რიგი ნამატების, გავაგრძელე იმ რიგის გარეშე. ხვალ უკვე უნდა გადავცე დასრულებული დამკვეთს და ხვალამდე უნდა მოვასწრო მოქსოვა და გარეცხვა. ჯერჯერობით გამოიყურება აი ასეთ ეტაპი მაქვს მოქსოვილი, მოკლედ გამოიყურება ასე და არის 18 საათი 16 წუთი. ხვალ მუშაობ, შესაბამისად რაღაც პატარა საქმეები მაქვს სახლშიც გასაკეთებელი, რაც ხვალისთვის არ მოითმენს და დღეს უნდა გაკეთდეს და დანარჩენი დრო მთლიანად უნდა დავუთმო ამ ქუდს. გორგალი, აი ეგერ დანარღვევი მაქვს აგერ გადმოხვეული და ვფიქრობ, რომ ეხლა რადგან დავარღვიე და სხვა ზომა იქნება, ან ცოტა დამრჩება და მოკლედ აი ამდენი მაქვს მოქსოვილი ბოლო ნამატიდან. სიგრძე უნდა იყოს კიდევ დაახლოებით აი ასე, ჯამში საშუალოდ 16 სანტიმეტრი ნამატიდან აქამდე და მერე უკვე შემიძლია გავყო ყურები ცალკე საქსოვად და შესაკრავები უნდა ქონდეს ყურებს კიდე სიგრძეზე.
მოკლედ ძალიან სწრაფად იქსოვება სიმართლე რო ვთქვათ, ეს არის ჭხირები 4 მმ, ძაფი ჯერჯერობით მაქვს დასამალი მხოლოდ დაწყებითი რიგის. საიდანაც თვლები ამოვიყვანე, ანუ უნდა მოვჭიმო აი ეს ნახრეტი. და დავაპატარავო, რომ არ იყოს ესეთი თავისუფალი ადგილი და ეს ამ ქუდს რო დავამთავრებ, გაგიზიარებთ დასრულებულს, მაღაზიაში მაქვს უკვე მიტანილი დასრულებული კაბა, რომელიც ხვალ უნდა წაიღოს დამკვეთმა და გუშინ მივიტანე, ხო და მაგასაც გადავიღებ და გაჩვენებთ, ანუ წინა კადრები მაქვს უკვე ჩასმული ლურჯი კაბა, რომელსაც ვხსოვდი და ვმუშაობდი ზედ და როგორც კი სამსახურში მექნება სიტუაცია აუცილებლად გადავიღებ სანამ წაიღებს დამკვეთი, ანუ ისიც ძალიან ისეთი ახალი მოდელი გამოვიდა ძალიან საინტერესო. მოკლედ ახლა თერმოსით მაქვს გაკეთებული ჩაი, პლუს თვალის წვეთები და აგარ ვქსოვ, ვუსმენ აუდიო წიგნს, რაღაც პერიოდი ვარ სახლში მარტო სალონიდან მოსული და სანამ მაქვს სიტუაცია, რომ არავის ჩემი ყურადღება არ ჭირდება, მოკლედ დროს არ ვკარგავ და ვქსოვ. ესე სწრაფად იქიდან გამომდინარე ვლაპარაკობ, რომ პარალელურად თან საჭმელს ვაკეთებ და მოკლედ ყველაფერი რომ მოვასწრო და არაფერი არ გამომრჩეს, მინდა რომ სწრაფად გადამიღო ეს მომენტი, სანამ დავამთავრებდი ქუდს, თორე პირველი ნივთი ნამდვილად არ იქნებოდა, რომელიც მოგხსოვა ისე, რომ პატარა კადრიც კი არა მაქვს პროცესის. ფოკუსი რატომღაც არ სწორდება ამ ძაფზე და რეალურად თვალითაც თვლები არ არის გამიჯნული ერთმანეთისგან, კარგად რაღაც ბუსუსებიანია. და როგორც კი დავამთავრებ, მოკლედ გავრეცხავ, გარეცხვის პროცესაც გადავიღებ და გაგიზიარებთ აუცილებლად. აი ესე გამოიყურება ეს ქუდი ახლა. მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ ამ ვიდეოს უკვე დასკვნით ეტაპზე. აქ ნაწყვეტში გაგიზიარებთ შეჯამებას, რა ნამუშევრები დავასრულე და რაზე ვიმუშავე მთელი ეს პერიოდი. გამომივიდა დაახლოებით 4 კვირა, ანუ ვლოგის კუთხით, იმიტომ რომ ბოლო ვიდეო იყო ძაფების შენაძენები და ახლა მინდა გაგიზიაროთ, რაზე ვიმუშავე ეს პერიოდი. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ არაქრონოლოგიურად მივუდგები აი ამ ვიდეო ნაწყვეტებს, რაც ჩაგიიგდეთ და წინა კადრებში უკვე ნახეთ. ეს არის 4 კვირის მოგროვებული მასალა, რომელიც სხვადასხვა ეტაპებზე იყო გადაღებული. სამწუხაროდ ნამდვილად აღარ მახსოვს უკვე რა თანმიმდევრობით მუშაობდი ამ პროცესებზე და რა თანმიმდევრობით ვქსოვდი, ასე რომ როგორც არის, ანუ ამით რეალურად აზრი არ იცვლება არანაირად. და ახლა გადავიდეთ იმ განვითარებებზე, რაც მაქვს და ბოლოში უკვე დასრულებული ნივთები შევაჯამოთ. პირველი განვითარება, რაც პატარა კადრად გაჩვენეთ და არ მისაუბრია ამაზე არაფერი არ მithქვავს, ანუ რას ვქსოვდა, რატო ვქსოვდა, რითი და ასე შემდეგ. ეს არის ნაწნავებიანი მოდელი, რომელიც ნაწყვეტებიც, ანუ ზუსტად დასაწყისი გაჩვენეთ, ანუ ზურგის დეტალი. ახლა ეს ნივთი გამოიყურება აი ასე. ეს როგორც ხედავთ, არის კონსტრუქცია წინ ჩახსნილი. ვფიქრობდი, რომ გამეკეთებინა ჟილეტი, თუმცა დიდი ხანია უკვე მონიშნული მაქვს, რომ სურს ესეთივე ნაწნავებიანი კარდიგანი. აი ესე გამოიყურება ზურგი. მაქვს იღლის ჭრილი გაკეთებული უკვე და ქვემოთ სიგრძე მაქვს უკვე იღლის ჭრილიდან საკმაოდ დიდი მოქსოვილი და აქ არის 3 ძაფის კომბინაცია, რომელსაც ვქსოვ 4 ნახევარ ჭხირზე, თუ სწორად მახსოვს, 4 ნახევარზე. სამწუხაროდ უკვე ყველა ჭხირებს წაეშალა ზედ დატანილი ნომერაცია და მომიწევს, რომ შევიძინო სპეციალური სახაზავი, რომელსაც აქვს ნახრეტები და გავიგებ ხოლმე რას რომელი ჭხირით ვქსოვ. ესე იგი, ეს არის 3 ძაფის კომბინაცია, ვარდისფერი ძაფი, რომელიც მელანჟის ეფექტს ქმნის, ანუ
დამიმთავრდა ამოხვეული რაც მქონდა, ეს არის ჩემი ბაბინიდან ამოხვეული ძაფი და რაც ამოვახვია ვიყენებდი 2 წვერში, დამიმთავრდა და ეხლა თავიდან მაქვს გამოსახვევი, რაც ცოტა არ იყოს მეზარება და აფერხებს ამ პროცესს. შემდეგი ეს არის აი ესეთი ბაბინის ძაფი. შემადგენლობა ორივე ბაბინას აქვს ერთი და იგივე, არის ნახევარი სინთეტიკა და მირინოსი. ეს არის აი ესეთი ფერი, თუ გახსოვთ ჩემი წინა ჯემპრი ნაწნავებით რის მაგალითზეც ვქსოვ ახლა აი ამ კარდიგანს, იქ მქონდა ეს ფერი გამოყენებული 5 წვერში, აქ მაქვს 2 წვერი ეს, 2 წვერი ვარდისფერი იყო და მაქვს წინა ვიდეოში რაც გაჩვენეთ, ბაბინის მოხერი, რომელსაც ვიყენებ დამატებით წვერად, თუმცა ვხვდები, რომ საკმაოდ სწრაფად იხარჯება და არ მეყოფა ჩანაფიქრის განხორციელებისთვის დიდი ალბათობით მომიწევს რომ შევიძინო კიდევ ერთი 50 გრამიანი ბაბინა. სიმართლე რომ გითხრათ, დიდი სურვილი არ მაქვს იქიდან გამომდინარე რომ იმ 50 გრამიდან აუცილებლად დამრჩება. მაგრამ ნახოთ, ანუ სიგრძე დამრჩა ცოტა და მკლავები შეიძლება მიყოს კიდევაც. ანუ ჯერ ამას ბოლომდე გავიხმარ და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას შევიძინო თუ არა კიდევ ერთი ბაბინა. ეს დავიწყე რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს 30 დეკემბერს და ყველა ამ საახალწლო სამზადისის პარალელურად შესვენებებს ვაკეთებდი, რომ ძალიან არ გადამწვარიყავი და ვქსოვდი. ძალიან მომწონს ფერი, რაც გამოდის, გარეცხილი ჯერჯერობით არ მინახავს, იმიტომ რომ ნიმუში არ მაქვს მოქსოვილი. იქიდან გამომდინარე, რომ შემადგენლობა თითქმის იგივე გამოდიოდა, რაც პირველი ნაწნავებიანი ჯემპრის, რომ იქ 5 წვერი იყო მირინოსი და უბრალოდ აქ 4, უბრალოდ ამ 4-დან 2 არის ესეთი მონაცრისფრო ბეჟი. და 2 ვარდისფერი. ერთი იქაც მოხერი იყო და აქაც მოხერია. უბრალოდ იქ ალპაკა იყო, მაგრამ დიდ სხვაობას ეს არ მომცემს. ჭხირები შევამცირე ნახევარი ზომით და მაინც ოვერსაიზი უნდა გამომივიდეს, ამიტომ 1-2 სანტიმეტრი დიდი ან პატარა როლს უკვე აღარ თამაშობს. ესეთია ეს ჩემი განვითარება, რომელიც არის პაუზაზე დაყენებული იქიდან გამომდინარე, რომ ძაფი მაქვს ამოსახვევი, აი ეს ვარდისფერი, რომელიც აგერ არის დამთავრებული. და დევს აი ესეთ ლამას ჩანთაში, რომელიც არის გამოწერილი ტემოდან. და მიდევს მაგიდის ქვეშ იმ იმედით, რომ როდესაც გადმოვახვევ ძაფს, მექნება მარტივი წვდომა, ავიღო და გავაგრძელო. საღამოობით დაღლილი რომ მოვდივარ სახლში ხოლმე, ხანდახან ძალიან მინდა რომ რაღაცა ესეთით ვიყო დაკავებული, რომელსაც დიდი გონებრივი დატვირთვა არ ჭირდება, ვიცი რამდენი რიგი უნდა მოგსოვრო, რომ შემდეგი ნაწნავი გავაკეთო და არანაირი წინასწარი გამოთვლა არ მაქვს, უბრალოდ თვალის ზომით ვქსოვ, რამ ხელა მინდა რომ იყოს ეს ჩემი ჟაკეტი. შემდეგი ნივთი, რაც მაქვს ამ ეტაპზე პროცესში, მაგრამ ეხლა როგორც ესეთი გაშლილ მდგომარეობაში ვერ გაჩვენებთ იქიდან გამომდინარე, რომ კვადრატებით იქსოვება და მაქვს აი აქ კალათაში და ვეცდები რომ კადრებს ჩავსვავ ყველას ამ ქსოვის პროცესისას, თუმცა დასრულებულ ნივთს გაგიზიარებთ უკვე, იმიტომ რომ შავია, დიდად არაფერი არ ჩანს, პლუს ამას კვადრატები აწყობის პროცესია და არ მინდა რომ ეხლა დამეკარგოს თანმიმდევრობა, იმიტომ რომ ძირითადი კონტური გაკეთებული მაქვს, დარჩენილი მაქვს, რომ აი ყველა კვადრატი, ყველა კუთხით იყოს ერთმანეთთან მიმაგრებული. ეხლა მაქვს გაკეთებული ზოგიერთი ვერტიკალური და ზოგიერთი ჰორიზონტალური ხაზი, იქიდან გამომდინარე, რომ კონსტრუქციას ეჭიროს თავი და დანარჩენი უკვე იმის მიხედვით როგორ მეცლება. ვქსოვ ამ ყველაფერს ალტამო და ალპაკას ძაფით, აი ესეთი გრაფიტისფერი, ნაცრისფერი, ეს არის 0.13 კოდით. სამწუხაროდ მაღაზიაში ბევრი ეს ძაფი აღარ არის დარჩენილი, იქიდან გამომდინარე, რომ იყო 3 ცალი შავი, რომელიც სრულად ავიღე შეკვეთისთვის და იყო 9 ცალი გრაფიტისფერი, საიდანაც 5 ცალია დარჩენილი, თუმცა დამკვეთს უნდა მივწერო, რომ რეალურად 2 ცალი იქიდან მჭირდება კიდე. და იყოს საქმის კურსში, რომ ანუ თანხობრივად გაითვალისწინოს. აქ არის კვადრატები ორნაირი, ერთი არის მთლიანად გრაფიტისფერი სადა და მეორე არის კვადრატი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ძაფის და ფერის კომბინაცია, პლუს ამას ჭყვიალა ბრილინო აქვს გარეული, ძალიან ლამაზი გამოდის და რადგან შავია, დიდად არ ეტყობა. ამ ყველაფერს ვქსოვ ჰამანაკას ყაისნაღით ყვითელ ფერში, აქ გვაქვს 4 მმ და
3 და 4 ანუ 5 და 7 ნომერი და ვქსოვ 7 ნომრით, ანუ 4 მმ ზომის ყაიზნაღით ვქსოვ. საკმაოდ სწრაფი პროცესი გამოდგა იმის გათვალისწინებით, რომ დღის განმავლობაში 10-დან საშუალოდ 15 კვადრატამდე ვქსოვდი დღეში და ანუ 3 დღეში მოვქსოვე ყველა კვადრატი, ანუ ძალიან სწრაფად მოიქსოვა. ეხლა ერთადერთ სირთულეს წარმოადგენს ზუსტად აწყობის პროცესი და მერე მანჟეტების საყელო და ქვემოთ რეზინები არის მოსაქსოვი ჩხირებით, რისთვისაც ზუსტად ძაფი მაკლდება. ეს რაც შეეხება ამ შეკვეთას, რაც ახლა მაქვს პროცესში და ამავე დამკვეთისთვის მაქვს მოსაქსოვი თავშალი, რომელიც იქსოვება ყაიზნაღით და ძალიან გავს მაგიდის გადასაფრებელს. ესე გაზვიადების გარეშე, ჯერ არ მაქვს დაწყებული, რომ დავიწყებ უკვე შემდეგ ვიდეოებში გაგიზიარებთ, ამიტომ მაგაზე დიდხანს არ გავჩერდები. შემდეგი ნივთი, რაც დავიწყე და თითქმის უკვე დავამთავრე, ეს არის აი ესეთი თეთრი კომბინეზონის კომპლექტი. ეს დავიწყე გუშინ. ვქსოვ 62-68 სანტიმეტრის ზომას, ანუ 3-დან 6 თვემდე ასაკის, უნდა იყოს აქ კომპლექტში კომბინეზონი, წინდები და ქუდი. ჯერჯერობით ვქსოვ კომბინეზონს, იდეაში ეს კომბინეზონი დღეს უნდა გამეგზავნა უკვე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დღეს არ ვიცი, როდის ნახავთ ამ ვიდეოს, არის 19 იანვარი, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული და ბევრი რამე არის დაკეტილი, შესაბამისად პირველ რიგში გილოცავთ. მეორე რიგში, ანუ დაკეტილია ძალიან ბევრი ობიექტები თბილისში და ზოგადად საქართველოში, მათ შორის ბოქსეტის ოფისი არ მუშაობს დღეს და გაგზავნას დღეს ფიზიკურად მაინც ვერ შევძლებდი, ამიტომ დიდად არ ვიჩქარე. ხვალამდე კიდე ამ კომბინეზონს უეჭველი დავამთავრებ, ასე რომ ეგეც არ არის დიდად სანერვიულო. დღეს საღამოს დასრულებულ კომპლექტს გავრეცხავ, ხვალ შევფუთავ და მისადაც მივდივარ სამსახურში, რადგან მაქვს გაკვეთილი დილით ერთი და მერე თავისუფალი ვარ, ჩავაბარებ ბოქსეტის ოფისში და გავგზავნი. მიემგზავრება ამერიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მიმართულებით დაგვემატა იმპორტის გადასახადი, მაინც შეკვეთები არის ეწიზე, თუმცა არა, რა თქმა უნდა, ისეთი ინტენსივობით, როგორც იყო აი ამ გადასახადამდე. თუმცა ამ გადასახადმა გამოიწვია ის ფაქტი, რომ წინა შეკვეთა მაგალითად გავგზავნე გერმანიაში, იმის წინა გავგზავნე ესპანეთში, ასე რომ დიდად არ ვდარდობ ამ მომენტზე. ეს კომბინეზონის კომპლექტი თითქმის ყველა ვიდეოშია ხოლმე, ამიტომ დეტალურად ახლა ამას არ დავუთმობ დროს. ხოლო შემდეგი, რაზეც მინდა რომ გესაუბროთ, სანამ გადავალ დასრულებულ ნივთებზე, არის ძაფების შენაძენები, რაც გავაკეთე ბოლო პერიოდში. ეხლა აი ამ ძაფებს ყველაფერს წინ დავიდებ, რაც უკან მიდევს, რომ დეტალურად გაჩვენოთ და ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. დავიწყებ აი ესეთი ვარდისფერი სილამაზით. ეს არის მოხერი პოლიამიდზე, როგორც მახსოვს, იმიტომ რომ ეტიკეტი არ მაქვს და არ მაქვს არაფერი, რაც დამეხმარება ამოვიცნო შემადგენლობა და აღარ მახსოვს მაღაზიაში ზუსტად რა შევიძინე. ეს არის 1000 მეტრი 100 გრამზე და მე მაქვს 200 გრამი, ანუ 2000 მეტრი. ნებისმიერი ჯემპრის მოქსოვა, რაც არ უნდა გადავწყვიტო, 200 გრამი ჩემთვის იქნება საკმარისი. და ეს იქნება დამატებითი ძაფი კომბინაციაში, რომ მივიღო ფუმფულა ფაქტურა, ესეთი ბეწვიანი ამ ბოლო დროს ჩემ ნამუშევრებს თუ აკვირდებით, ის რასაც ვიქსოვ ჩემთვის, ყველაფერი არის მოხერთან კომბინაციაში, იმიტომ რომ ძალიან მომწონს აი ეს ბუსუსებიანი ფაქტურა და აი აქ თუ დააკვირდებით, აი ძალიან კარგად ჩანს აი ეს ბუსუსები ამოხვევის დროს ყველაფერი ერთად როგორ მოგროვდა და მოკლედ მაქვს 200 გრამი. იდეაში მინდოდა ამას რითიც ვქსოვ ვარდისფერი ძაფი, რაც მაქვს ბაბინაზე, იმასთან ერთად კომბინაციაში, თუმცა ფერი განსხვავდება რეალურად და მოხერი უნდა ყოფილიყო ცოტა უფრო მეტად ინტენსიური ვარდისფერი, ასე რომ მაღაზიაში როგორც კი მოვხვდები, კიდევ ერთხელ დავაკვირდები თუ არის სხვა ალტერნატივა ვარდისფერი მოხერის და იმის მიხედვით უკვე გადავწყვეტ შევიძინო თუ არა. რადგან ძალიან მინდა იმ ბაბინის ძაფით მოვქსოვო რაიმე, მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება კომბინაციაში მოხერთან. ეს რაც შეეხება პირველი შენაძენი, მეორე შენაძენი არის 3 სხვადასხვა ეგზემპლარში,
ფერის კუთხით და ახლა გაჩვენებ ერთიანად აი ამას. აი ესე. და ახლა ვისაუბროთ ამ ყველაფერზე ცალ-ცალკე. დავიწყებ ყველაზე პატარით და პატარა არის აი ეს, რომელიც მე მგონი ჩემო ფისო უკვე გამიფუჭა. არა, ვერ მოასწრო, ეს შიგნიდან არის ზაფი. ეს არის Gruppa Filpucci, ეს არის იტალიური წარმოების ზაფი. ალპატეკი ქვია თვითონ არტიკულს, ფერს არ აქვს დიდი მნიშვნელობა იქიდან გამომდინარე, რომ ვერაფერს ინფორმაციას არანაირ ინფორმაციას არ მოგცემს ეს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ზედ რა ინფორმაციაც არის დატანილი, ზაფის მეტრაჟიდან გამომდინარე შეესაბამება სიმართლეს, იქიდან გამომდინარე, რომ აწერია, რომ 14,000 ორ წვერში, ესე იგი 7,000. რაღაცა არასწორად არის, იმიტომ რომ როგორც მახსოვს, აქ არის 700 მეტრი. ანუ 1400 მეტრი ორ წვერში. შეიძლება უბრალოდ 0 აქვს ზედმეტი მიწერილი. იმიტომ რომ ეტიკეტზე ყიდვის მომენტში ეწერა, რომ ეს არის 700 მეტრი 100 გრამზე და ზაფი არის ორ წვერში დახვეული, ანუ იგულისხმება, რომ 1400 მეტრი ორ წვერში. აი ესე გამოიყურება ეს ზაფი, ძალიან დიდი ხანია მინდა რაღაცა ჟილეტი, რაღაცა ჟილეტი არა, რეალურად ვიცი რომელი ჟილეტიც მინდა და იქ არის კანტები აი ამ ფერში და არა მარტო ამ ფერში, ვნახე ძალიან ბევრი სხვა ფერთა კომბინაციას, თუმცა რატომღაც გადავწყვიტე, რომ ეს ფერიც ძალიან კარგი იქნება, აქ მაქვს 363 თუ 365 გრამი. იდეაში დამოუკიდებლად რომ გამოვიყენო, ჯემპრსაც ეყოფა, იმიტომ რომ 700 გრამია, 300 გრამი ეს არის უკვე 2100 მეტრი, 2100 მეტრი ჯემპრზეც მეყოფა თავისუფლად და აქ მაქვს კიდევ დაახლოებით 350 მეტრი საშუალოდ, ასე რომ რაღაცა აუცილებლად გამომივა. ერთ წვერში ვერ ვიტყვი, რომ ძალიან თხელია, მიუხედავად იმისა, რომ 100 გრამზეა 700 მეტრი, თუმცა ალბათ მოხერთან კომბინაციაში იქნება იდეალური, მაგრამ რადგან ზუსტად ამ ფერის მოხერი არ მაქვს და მაღაზიაშიც არ მახსოვს, რომ რაღაცა მსგავსი ყოფილიყოს, ვფიქრობ, ორ წვერში შეიძლება გამოყენება, ორ წვერში იქნება 700 მეტრი 200 გრამზე უკვე და ამ შემთხვევაში მომიწევს დაახლოებით 150 გრამი ზუსტად აი ამ ფერის დამატება, რაც არ არის დიდი პრობლემა, იმიტომ რომ 18 ლარი ღირდა 100 გრამი და შეიძლება დავიმატო ზუსტად ესეთი ფერი. არ ვიცი ხა სარკეში ვუყურებ თან ჩემ თავს, ანუ არ ვიცი ფერი რამდენად კარგად გადმოიცემა, მაგრამ მე მგონი საკმაოდ რეალისტურია. ცოტა ახლოსაც მოვწევ, აი ესე. ხო, ცოტა უფრო ღიად ჩანს, ვიდრე რეალურად არის. თუმცა ძალიან ლამაზია. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ზაფით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც ნიმუში არ მაქვს მოქსოვილი, უბრალოდ ფაქტი იმისა, რომ მაქვს, უკვე მიხარია. შემდეგი არის 500 რაღაცა მეტრი, იგივე ზაფი ზუსტად, ყველაფერი იგივე, უბრალოდ აი ესეთი რძის ფერი. ულამაზესია, დამოუკიდებლად ამ ზაფით მინდა კარდიგანის მოქცევა, რომელსაც ექნება ძალიან ბევრი ნაწნავები და არანები. და ვნახოთ რა გამომივა. ვფიქრობ, რომ არ დავიზარო და მოგხსოვო ერთ წვერში, თუმცა აქ უკვე წონა, ანუ რაც მაქვს შეძენილი, აქ არის 500 რაღაც 530 მეტრი თუ რაღაც მსგავსი, მაძლევს იმის საშუალებას, რომ გამოვიყენო ეს ზაფი ორ წვერში. მაგრამ მაღაზიაში ჯერ კიდე არის ერთი ბაბინა დარჩენილი და იქიდანაც შეიძლება რომ დავიმატო. ასე რომ აი ესეთი ძალიან ლამაზი ფერია. და რორამე ერთად კომბინაციაშიც ძალიან ლამაზი გამოდის. და შესაძლებელია რაიმე ჟაკარდული კარდიგანის მოქსოვა, სადაც ორივე ფერს გამოვიყენებდი, მოკლედ უზომოდ კმაყოფილი ვარ ფერთა პალიტრით. მაღაზიაში იყო კიდევ ერთი ყავისფერი, რომელზეც დიდი ალბათობით მიუბრუნდები, იმიტომ რომ უზომოდ მომეწონა ფერი. და ეს არის ესეთი navy blue, რაღაც ჯინსის, მუქი ჯინსის ფერი. აქ არის უკვე 630 გრამი, იგივე ზაფი, ყველაფერი იგივე, უბრალოდ ფერი განსხვავდება. ესეთივე ფერის მოხერი
იყო ბაბინაზე და დიდი ალბათობით იმასაც დავიმატებ კომბინაციაში ამ ძაფისთვის. ეს ძაფი უკვე შევიძინე რომ დათოს მოვუქსოვო რაიმე ჯემპრი და ამ შემთხვევაშიც მინდა რომ იყოს ნაწნავებიანი და არანებიანი ჯემპრი. დიდი ხანია მაქვს გეგმაში რაღაცა ისეთი კლასიკური ვინტაჟური სტილის ჯემპრი. ყველაზე კარგი იქნებოდა ეს ძაფი ცოტა ტვიდის ეფექტით რო ყოფილიყო, იმიტომ რომ რატომღაც ჩემ გონებაში ეგეთი ჯემპრები ასოცირდება ტვიდთან, აი მაქსიმალურად მყუდრო რომ იყოს. თუმცა ესეც ძალიან ლამაზია და თან ყველაზე მთავარი ის არის რომ მოვიტანე და ვაჩვენე დათოს, ძალიან მოეწონა. კომპლიმენტი მივიღე იმისი რომ კარგი ფერი ავარჩიე, ასე რომ მე უფრო მეტი мотиваცია მაქვს რომ ეხლა ეს დავიწყო და მოვქსოვო და ზუსტად სირთულეც ის არის რომ მაქვს შეკვეთები, რომლებიც ჩემგან ითხოვენ დიდ ყურადღებას და დროს და ამ დროს მაქვს ესეთი ძაფები, რომელიც არ მაძლევს მოდუნების საშუალებას და მინდა თითოეული მათგანიდან უკვე რაიმეს დაწყება. ასევე იტალიიდან რა ძაფებით ჩამოვიტანე, იმ ძაფებიდანაც მინდა უკვე რომ რაღაცაები დავიწყო და ესეთი გადაწყვეტილება მივიღე. შემდეგი ერთ-ერთი ვიდეო იქნება სტარტების კვირეული. ყოველ დღე ვეცდები დავიწყო რაიმე, ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს დავიწყო რაიმე ახალი ნივთი ჭხირებზე, იმიტომ რომ დიდი ხნიანი გამოცდილებით მივხვდი რომ ჭხირებზე როგორც კი ამოვიყვან ნივთს და დავიწყებ ქსოვას, ადრე თუ გვიან დავამთავრებ და თუ ჭხირებზეც ვერ მივედი იქამდე რომ ჭხირებზე ამოვიყვანო, ანუ ეს უკვე ან მოხდება და ან არა, ანუ ან მოვქსოვ და ან არას ვარიანტია 50-50, ასე რომ მირჩევნია ჭხირებზე იყოს და ადრე თუ გვიან დავამთავრო, ვიდრე რაღაცა პერიოდი რო გადის, იდეა გეცვლება, რაღაცა მუზა გეკარგება, მე აღარ იცი უკვე ეს ძაფი საერთოდ რისთვის შეიძინე, ან რაღაც ახალი იდეა მოგდის, რომლისთვისაც რაოდენობა არ ყოფნის და ესე ხდება ზუსტად ის ფაქტი, რომ ძაფები გვერდზე რჩება. ჩვენ გავდივართ მაღაზიაში ახალი ძაფის საყიდლად, იმიტომ რომ ის რაც უკვე სახლში გვაქვს, აღარ შთაგვაგონებს რაიმე ნივთის მოქსოვას, ასე რომ არ მინდა რომ ეგრე მოხდეს. ძალიან დიდი რაოდენობის ძაფი მაქვს ბოლო პერიოდში შეძენილი ზუსტად 2 თვენახევარში, ასე რომ მინდა რომ დიდი ნაწილი ამ ძაფების უკვე ვაქციო მზა ნივთებად. კიდევ ერთი ძაფი დამრჩა, რაც მინდა რომ გაგიზიაროთ და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი შემადგენლობას რაც შეეხება აქ. შემადგენლობა სიმართლე რო გითხრათ დიდად არ მახსოვს რომ იყო 20% სინთეტიკა, 80% ნატურალური შემადგენლობა და ამ ნატურალურში იყო მირინოსი და კიდევ რაღაც, მე მგონი ალპაკა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ თუ მოვახერხე და მოვძებნე ინფორმაცია ამ ძაფების შესახებ, აუცილებლად აღწერილობაში ვიდეოს ქვემოთ დავწერ რა შემადგენლობის არის. თუ იქ არაფერი არ დავწერე, ესე იგი ვერ ვიპოვე. უბრალოდ მახსოვს რომ 80-20-ზე არის ნატურალური შემადგენლობა, 20% სინთეტიკა. აი ესეთი ლამაზი ფერი მაქვს კიდევ ერთი ბაბინა, სადაც მაქვს 300 გრამი. 300 გრამზე აქ გვაქვს ჩვენ 100%-ით ბატკნის ლემსვული, ანუ 100% ბატკანის ბეწვი, ეს არის მილიფილის წარმოება იტალიური და 100 გრამზე მაქვს 1500 მეტრი. მაქვს აქ 300 გრამი. 300 გრამი ოღონდ წვრილი ძაფია საკმაოდ და ვფიქრობ რომ იდეალური ვარიანტი იქნება თუ გამოვიყენებ 3 წვერში პლუს დავუმატებ რაიმე ბუსუსებიან ძაფს და იდეაც მაქვს რომელი კარდიგანის მოქსოვა მსურს და ამ კარდიგანს ჩელენჯში ვარ მიწვეული, ესე რომ ვთქვათ, სადაც უნდა მოვქსოვო ეს კარდიგანი, ფოტოს ვეცდები რომ ჩაგიგდოთ და ეს ჩელენჯი არის ჩემი და ჩემი თანამშრომელი ნატოს იდეა, ანუ მან გამომიწვია ესე რომ ვთქვათ ჩელენჯში, სადაც მან დაიწყო ამ კარდიგანის ქსოვა, მოდელი მომწონს მეც და ესე мотиваცია მომცა რომ მოგვიქსოვა ერთად ესეთი სახალისო ფორმატით. ასე რომ ამ ძაფს უნდა 100 გრამებად ამოხვევა და უნდა შეერჩეს რაიმე ბუსუსებიანი ძაფი. გამარჯობა დათო, გაიარეთ. ამას უნდა შეერჩეს რაიმე ბუსუსებიანი ძაფი. ასე რომ ესეც მაღაზიაში წასვლისკენ მომიწოდებს, რომ ავარჩიო სხვადასხვა ვარიანტები
მოხერის ძაფებით. მოკლედ, ძალიან დიდი ხანია გადავეჩვიე, დიდი ხანია არ ჩამწერია ვიდეო სახით კადრში, ასე რომ ძალიან დავიწყებული მაქვს ლაპარაკი აშკარად, რაც გამოსასწორებელია, რა თქმა უნდა და ამაზე უნდა ვიმუშაო და ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ხშირად გადავიღო ვიდეოები. მოკლედ, ეს იყო რაც შეეხება ჩემი ძაფების შენაძენებს. ახლა ვისაუბროთ იმ პროექტებზე, რაც დავამთავრე. და დამთავრებული პროექტებიდან, რაც ისე აქტიურად გონებაში უკვე მახსოვს, ეს არის პირველი ქუდი, რომელიც მოიქცევა შეკვეთით 100% ქაშმირის ძაფით და დასრულებულ კადრებსაც ჩავაგდებ ამ საუბრის პარალელურად, რომ ნახოთ როგორ გამოიყურება. ასევე გაგიზიარებთ ფოტოს დამკვეთს, რომ აფარია, იმიტომ რომ ნება დაგვხტო, რომ გამოგვეყენებინა ეს ფოტო სოციალურ ქსელებში. ეს არის ქუდი, რომელსაც აქვს ცალკე ყურები, ყურებზე შესაკრავები და იქსოვება 100% ქაშმირის ძაფით, ლანა გროსას წარმოების ქაშმირ ვერდე, არის ულამაზესი ნაცრისფერი ფერი. გამოვიყენე სულ 75 გორგალი, ანუ შეძენილი ქონდა 4 ცალი ან 25 გრამიანი, თუმცა დამჭირდა მხოლოდ 75, 1 გრამი უბრალოდ გადავეცი, თვითონაც არაჩვეულებრივად ქსოვს, დარწმუნებული ვარ მოუძებნის გამოყენებას ამ ძაფს. რაც შეეხება მოდელს, მოდელი იყო შერჩეული Instagram-ის ერთ-ერთი აკაუნტიდან, სადაც ნახა ეს ქუდი გამოყენებაში და მთხოვა, რომ ანალოგიური მომექსოვა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი და მე მგონი საკმაოდ კარგადაც გამოვიდა. მოიქსოვა დაახლოებით 2 დღეში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პარალელურად ვმუშაობდი, შემდეგზე ვიზაუბრებ ამ კაბაზე, ანუ ვერ მოვასწარი დროულად ამ ქუდის მოქსოვა, თუმცა დამთანხმდა, რომ დამეგვიანებინა ჩაბარება და მომცა კიდევ ერთი კვირა, რომ მემუშავა წინა შეკვეთაზე და დამესრულებინა პარალელურად ეს ქუდი. კმაყოფილი დარჩა დამკვეთი, რაც ძალიან დიდ мотивაციას მაძლევს ხოლმე, რომ გავაგრძელო მუშაობა სხვა მოდელებზე და ამ ქუდის შემთხვევაში ამ დღესვე უნდა ჩამებარებინა კიდევ ერთი შეკვეთა, რომელიც საკმაოდ რთული სამუშაო აღმოჩნდა ჩემთვის და ეს ქუდი, როდესაც წაიღო დამკვეთმა და თან კომპლიმენტებიც მითხრა, რომ ძალიან კარგად არის შესრულებული, ესე რომ ვთქვა, ძალიან ენერგიით ამავსო, ხოლო რაც შეეხება მეორე შეკვეთას, ეს იყო კაბა, რომელიც დავიწყე საქსო მანქანაზე და მოლაპარაკება იყო, რომ მოიქსოვებოდა საქსო მანქანაზე, თუმცა ეკოპუნა და მოხერის კომბინაცია სამწუხაროდ მანქანამ კარგად ვერ წაიღო. ეკოპუნას ქსოვდა და მოხერის ძაფს მიტოვებდა ცალკე, იმიტომ რომ საკმაოდ მსხვილი კომბინაცია გამოვიდა და მანქანა ჩემი არის მე-5 კლასი, რომელიც ქსოვს წვრილი ძაფით და მომიწია დარღვევა, დათო მეხმარებოდა, რომ ძაფები გაგვეცალკევებინა და მომიწია თავიდან მოქსოვა, იგივე პრობლემა დარღვევა და მე უკვე ხელით მოქსოვა დიდი ნაწილის. უკვე მკლავებზე რომ მივიდა საქმე, გადავწყვიტე, რომ აღარ ვიწვალებდი მანქანაზე და მოვქსოვდი საერთოდ ხელით და ეს კადრები გაგიზიარეთ, როგორ ქსოვ მკლავს და მანეკენზე არის დამაგრებული ძირითადი დეტალი კაბის და მე უკვე უნდა ჩამჯდარი იყო მკლავი. და მკლავიც მომიწია ხელით მოქსოვა ორივესი. პლუს ამას რამდენჯერმე მომიწია გადაკეთება იქიდან გამომდინარე, რომ მოკლებები მქონდა ინტენსიურად გაკეთებული და მომიწია დარღვევა და თავიდან გადაანგარიშება. მე აღმოჩნდა, რომ იმაზე გრძელი უნდოდა, ვიდრე პირველად შევთანხმდით და მომიწია ისევ მოკლებების მორღვევა და თავიდან გადაანგარიშება და გაწელვა ინტენსივობის, კლების ინტენსივობის, რამაც გამოიწვია ის ფაქტი, რომ 3ჯერ დავარღვიე მკლავები და 3ჯერ მოვქსოვე იღლის ქვემოთ სიგრძე და რაც შეეხება სიგრძეს, თვითონ კაბისას, ანუ ყველაფერი იყო იდეალურად, რომ მოიზომა, ანუ მოუხდა, მოეწონა. უბრალოდ მთხოვა იმაზე განიერი, ვიდრე თავიდან ვიყავით შეთანხმებული, რადგან თავიდან შევთანხმდით, რომ მოდელი იქნებოდა სხეულზე მომდგარი, რომ გაიმეორებდა აბსოლუტურად ყველა აი ამ ფორმებს. ხოლო საბოლოო ჯამში მთხოვა, რომ არ სურდა მოტკეცილი და უნდოდა, რომ ცოტა უფრო თავისუფალი ყოფილიყო. შევთანხმდით იმაზე, რომ გადაკეთებით არ დავყავდებოდი უბრალოდ ბლოკირების პროცესში, როდესაც არის ნივთის სველ მდგომარეობაში, ანუ გარეცხვის მერე, მივცემდი ჩვენთვის სასურველ ფორმას და მაგ ფორმაზე გავაშრობდი და ეგრეც მოვიქეცი გარეცხვის შემდეგ.
რამაც გამოიწვია ის, რომ სიგანეში გაწევლის დროს ლოგიკურია, რომ სიგრძე დამოკლდა, რაზეც არ ვიფიქრე, იმდენად მინდოდა უკვე დამთავრება და ჩაბარება, იმიტომ რომ ცოტა იყოს დამღალა ამ გადაკეთებების პროცესმა. და რომ მოიზომა, აღმოჩნდა, რომ 2-3 სანტიმეტრი სიგრძე მოგვაკლდა, რაც აღმოჩნდა ასევე მისთვის ძალიან პრინციპიალური და შევთანხმდით, რომ დავაგრძელებდი. დაგრძელებაზე ძაფი რაც მქონდა მორჩენილი მთლიანად გამოვიყენე და დავაგრძელე სიგრძე. ზუსტად გამოვიდა, რომ 4-4 სანტიმეტრი წინა და უკანა დეტალზე დაგრძელდა. ეხლა ჩავრთავ ფოტოს დასრულებული მანეკენზე როგორ გამოიყურება და ჩავრთავ ფოტოს როგორ გამოიყურება დამკვეთზე. ძალიან მიხარია, რომ კმაყოფილი დარჩა, ძალიან მიხარია, რომ მართლა ძალიან მოუხდა და არა იმიტომ, რომ სუბიექტური აზრია ჩემი, არა, მართლა ძალიან მოუხდა და ძალიან ბევრი კომპლიმენტიც მიიღო. ჯერ ერთი შესრულების ხარისხით, იმიტომ რომ მართლა კარგად ვიმუშავე ამ კაბაზე, ანუ ზოგადად იშვიათად ვაქებ ხოლმე ჩემ თავს თუ დიდი ხანია მიყურებთ ამ შეამჩნევდით რომ მოდელებს ვქსო, მაგრამ ის რომ რაღაცა ძალიან მაგრად გავაკეთე, არ მithქვამს ხოლმე და აქ მართლა 100%-ით ვარ კმაყოფილი, როგორ მაგრად დავსვი ფიგურაზე და მით უმეტეს ჩემთვის ახალი კონსტრუქცია, ანუ აქ იყო გამოყენებული რეგლან პაგონი, ოღონ მთლიანად შეკერილი და თან ეს რეგლან პაგონი შეკერილი არ იყო მოქსოვილი მანქანაზე, არამედ მოგვწოვე ხელით საბოლოო ჯამში, მაშინ როდესაც შევთანხმდით მანქანაზე. მოგვწოვე თან 10 დღეში, იმიტომ რომ ახალი წლის მერე დავიწყე მუშაობა მაკაბაზე 3 იანვარს და 14 იანვარს ჩავაბარე. არა, 14 იანვარს არა, 12 იანვარს ჩავაბარე, იმიტომ რომ 11-ში მოსაზომად რომ მოვიდა, შევთანხმდით რომ დავაგრძელებდი და დაგრძელებულს უკვე მოვიტანდი 14-ში, მაგრამ იმ ღამესვე 3 საათამდე ვიჯექი და ვხსოვდი და 12 იანვარს გავუგზავნე კურიერით და ჩავაბარე დასრულებული. გამოვიდა რომ 7 დღეში. ხო? 7 დღე. იმიტომ რომ 12-ში უკვე დასრულებული გავუგზავნე და აღარ მიქსოვია და 3-ში საღამოს დავიწყე ქსოვა 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12. 10. 9 დღე გამომივიდა, ესე იგი 9 დღე ვიმუშავე. არ არის ცუდი დრო, ძალიან კარგი, ანუ ძალიან კაი შედეგია, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი კაბა გამოვიდა. ჯამში დამჭირდა, ესე იგი 215 მეტრიანი ეკოპუნა 8 ცალი და არაჩვეულებრივი კაბა მივიღეთ, პლუს მოხერთან ერთად კომბინაციაში, რა თქმა უნდა. შემდეგი ნივთი, რაც დავასრულე და ეს იყო შესრულებული ჩემი დახურული ჯგუფისთვის აქსესუარების, ეს იყო კაპრი, რომლის ვიდეოსაც ჩაგიგდებთ დასრულებული ფოტოებს როგორ გამოიყურება. ეს პროცესი არ მიჩვენებია დიდად, ანუ პატარა ნაწყვეტი გაჩვენეთ, იქიდან გამომდინარე რომ მთლიანად იქსოვებოდა დახურული ჯგუფისთვის და არ მინდოდა რომ რაღაც ძალიან აქცენტი გამეკეთებინა ამ ნივთზე ჩვენ YouTube არხზე და ესეთი ლამაზი ნივთი გამომივიდა, როგორც ახლა ფოტოზე ხედავთ. ჯერჯერობით არ გამომიყენებია, იმიტომ რომ ქუდებს და ეგეთ რაღაცებს დიდად არ ვხმარობ და ამინდ თუ გავითვალისწინებთ, აშკარად შემდეგი დღეები აქტიურ მოხმარებაში მექნება ეს ნივთი. გამოვიყენე 100% მირინო როიალი ალიზესაგან, ჯამში დამჭირდა 125 გრამი და ესეთი ლამაზი ნივთი აქვს მზად. შესრულებულია როგორც მახსოვს ახალი წლის დღეების მერე და კიდევ ერთი დასრულებული ნივთი ამის გარდა არის Sophie Hoodie, რომელიც როგორც იქნა დავასრულე და წინა ვლოგში გაგიზიარეთ პროცესი, იქ ბევრი აღარაფერი იყო დარჩენილი, სიგრძე მხოლოდ მოსაქსოვი. დავასრულე და საკმაოდ კარგადაც გავაჩუქე, იქ მე ფერი დიდად ვერ მოვიხდინე, მაგრამ მოიხდინა ჩემმა მულმა და ეხლა საკმაოდ აქტიურად იყენებს, მით უმეტეს ამინდებიც ხელს უწყობს და ძალიან მიხარია რომ მოწონს, ათბობს და ამ სიცივეში უხალისებს დღეებს. მოკლედ, ჩემთვის გადავწყვიტე რომ უნდა მოვიქსოვო უბრალოდ სხვა ფერში.
ეს უკვე გამოვიდა, რომ არის 5 დასრულებული ნივთი და ამ წუთას გავამოძრავე მაგიდა და კადრმა ითამაშა. ანუ 5 დასრულებული ნივთი გამომივიდა: კაპორი, სოფიჰუდი, ქუდი, კაბა, მეხუთე რა არის? მეხუთეც იქნებოდა რაღაცა, თუმცა აღარ მახსოვს. აღარ მახსოვს. მოკლედ, არ მახსოვს ასე რომ როგორც ჩანს დიდად მნიშვნელოვანი მომენტიც არ იყო. ხელთათმანი, რაც გაგიზიარეთ, დასრულებული, რომელიც მოგხსოვეს შეკვეთით და კომბინიზონი 6 ნივთი დამიმთავრებია, რაც მახსოვს. ხელთათმანი, ნაწყვეტები გაგიზიარეთ და დასრულებულიც გაჩვენეთ და ეხლა ჩავთავ პატარა კადრს, როგორ გამოიყურებოდა უკვე გარეცხილი, გაუთავებული, დაბლოკილი და ასე შემდეგ, გაგზავნამდე. ძალიან კმაყოფილი დარჩა დამკვეთი და ძალიან მიხარია ეს ფაქტი. ხოლო შემდეგი იყო კომბინიზონი, რომელზეც გავაკეთე ნაქარგები და ვფიქრობდი, რომ ნაქარგებით გავაფუჭე მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნაქარგები მოეწონა. ამან мотиваცია მომცა, რომ ვისწავლო ქარგვა უკეთესად, ვიდრე ახლა ვაკეთებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ რეალურად ახლა არაფერს არ ვაკეთებ ქარგვას რაც ეხება და გამოვიდა, რომ ეს კომბინიზონიც ჩავაბარე უკვე დამკვეთს და არ ვიცი დაიბადა თუ არა ბავშვი, რომ საჩუქრად უნდოდათ, არ მიკითხავს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დაიბადება, გამიზიარებენ ფოტოს, ძალიან დიდი იმედი მაქვს. ასევე თუ გახსოვთ, დიდი ხნის წინ მოგხსოვე შავი უზარმაზარი კარდიგანი და თხოვეს ამ კარდიგანზე ჯიბეების დამატება, რაც ასევე შევასრულე. და всё, როგორც ასეთი მეტი არაფერზე არ მიმუშავია. ერთადერთი პროცესი, რაც ამ პერიოდში დავიწყე, იყო, რაც გაჩვენეთ უკვე კარდიგანი ნაწნავებიანი. დანარჩენი ჯერჯერობით მთლიანად დროს ვუთმობ შეკვეთების დასრულებას. პროცესში მაქვს ესე იგი 1 და 2 შეკვეთა, მესამე მაქვს მოსაქსოვი. ცოტა არ იყოს დავიღალე მაგ ფაქტით, თუმცა არა უშავს, როგორც კი დავამთავრებ. ეჭვმეპარება რომ მე შეკვეთების დამთავრებას დაველოდო რეალურად დავიწყებ აი ამ სტარტების კვირეულს, არ ვიცი, 1 კვირის მანძილზე გადავიღებ, 2 კვირის მანძილზე, ჯერჯერობით არ მაქვს ეგეთი გეგმა, ალბათ უფრო 2 კვირის მანძილზე, მაგრამ პარალელურად ვლოგებს გადავიღებ და მინდა რომ აი ეს ნივთები, რაც დაგეგმილი მაქვს აი ამ შეძენილი ძაფებისაგან, უკვე დავიწყო ამ ნივთებზე მუშაობა. მოკლედ, სულ ეს იყო, რაც მინდოდა რომ გამეზიარებინა თქვენთვის. ახლა დაგემშვიდობებით, კიდევ ერთხელ მოგილოცავთ უკვე დამდგარ ახალ წელს, შობას, ნათლისღებას, ყველაფერს, რაც კი ესეთი დღესასწაული გქონდა, ძველით ახალ წელს, ბედობას, მოკლედ ყველაფერს ერთიანად გილოცავთ. გისურვებთ ამ წელს ბედნიერებას, წარმატებას, როგორც ფინანსურ, ასევე ოჯახური კუთხით. და გისურვებთ სიმშვიდეს პირველ რიგში, გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას და ყველაფერს საუკეთესოს. ასევე, რაც ჩვენთვის მგზავრებისთვის მნიშვნელოვანია, სიმშვიდეს აქ და აქ, რომ გქონდეთ მუდმივად განწყობა ქსოვისთვის. ახლა კი დაგემშვიდობებით, ერთმანეთ შევხვდებით მომავალ ვიდეოში. თუ აქამდე უყურეთ ჩემ ვიდეოს, არ დაიზაროთ, გამოიწერეთ ჩემი არხი. მოიწონეთ ეს ვიდეო, დამიკომენტარეთ, რომ დიდხანს არ გავქრე ხოლმე და მქონდეს мотиваცია გაგიზიაროთ ახალი და ახალი იდეები, შესრულებული ნივთები და დაწყებული პროცესები. დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. ნახვამდის.